არგავი, ესაა რომ დარბიან გიჟები ვიცი რა. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ ისევ Just Drivers და ამჯერად დაგიბრუნდით აი ახალი მანქანით. დიდი ხანია არსე ახალი მანქანა არ გადამიღია, მიძინებული იყო რაღაცნაირად არხი და რითი გავაგვიძებდი უკეთესად თუ არა რამე 5 და 0 M313 211 Mercedes-ით. ეს კუზავ არის ლეგენდარული და დროს გაუძლო ძალიან მაგრად. ეხლა წარმოსადგენად და შედარებისთვის ბავშვობაში უნივერსიტეტში ჩემთვის რო ეკითხა 23 წლის მანქანა როგორია, როგორი წარმოიდგენია ძველი რაღაცა მანქანა რომელიც არ გინდა რომ ყავდეს ეგეთი იყო 23 წლის მანქანა ჩვენ ბავშვობაში მაგრამ უკვე დავბერდით ხალხო 23 წელი უკვე აღარ არის ის რომ აი მანქანა ასე რომ თქვა შეურაცხო ამითი აი ამ მანქანას 23 წელი არაფერში არ ეთყობა არც ხმაში არც გაწევაში და არც ვიზუალში აი 1.5 და 0 ეგ გზაზე იყო კიდე იგიც გრუხუნით მოძრაობდა მოკლედ ულამაზესია აი ეს მანქანა ჩემთვის პირადად აი ეს დიზაინი არის ასე რომ ვთქვათ, უკვდავი რა. მე ავტომოყვარული ადამიანი ვარ ზოგადად, ყველა მოდელს ვაფასებ. რა თქმა უნდა, ყველა მოდელს აქვს რაღაცა ჩავარდნა და ისეთი მოდელი, რომელიც არ მომწონს, მაგრამ რაც დასაფასებელია, ეგ ნამდვილად უნდა ითქვას რა და ამაზე მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რავი, ეს ვიზუალი არ მოწონდეს, ეს მანქანა ნამდვილად კარგ მდგომარეობაშია ახლა, მოვლილი არის, იმიტომ რომ არის იაპონური და ასევე კარგი დისკები აქვს და ზოგადად პატრონიც უვლის რა. მოკლედ, მოდი აღარ გავაგზელებ ახლა. ავხატოთ კაპოტი, შიგნით ჩავიხედოთ, მე ვუცებ სალონი, მე უკვე დავიზრათ და მოძრაობაში ვნახოთ როგორ დადის. აქ ცოტა საჩალიჩო ყოფილა, მაგრამ სწავლობ მეც ნელ-ნელა. ეგ ცოტა გამოდის, აი ეს რა გამოიღო აქედან. ამას რა გამოვკაჩო, მე წამოწე. მიესალმეთ 5 და 0 M313 ძრავი 302 ცხენისა და ქარხნულად. აი ახლა აქ ხედავთ თქვენ ეს არის გაზის აპარატურა და დღეს ალბათ 99% აი ამ მანქანებზე დგას გაზი და ეს გასაკვირი არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში მე უნდა გაჩვენოთ რომ ამ მანქანაში გაზი არის ამოღებული. მე პატრონე მიყიდა გაზით და ამოიღო, აი ხა ხედავთ თქვენ რომ ბალონი ასე დარდევს. ეს არის მანქანის მიმართ სიყვარული, ეს არის ის რომ მანქანა გინდა რომ დიდ ხანს ყავდეს, მოუარო და იყოს შესანიშნავ მდგომარეობაში. ეს მანქანა ვახსენეთ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ არის იაპონური. აი ახლა აქაც ეთყობა, თუ დააკვირდებით ეგრეზიდაბულ ბირკაზე და აი ახაც იაპონურად აწერია რაღაცეები ვერ კითხულობ ნამდვილად ეხა მაგას. მოკლედ მოდი დავქოქოთ ეხლა ჩვენ ეს მანქანა, იმიტომ რომ ვეღარ ვითმენ, მინდათ რომ ხმა მოგასმენინოთ. ცოტა ხმაურიანად იკეტება, მაგრამ ხმაურიანადვე იქოქება. ჯიჟური ხმა. უამრავი დეტალი აქვს ამ მანქანას, ასე რასაც ნავაროტკას, რასაც ვეძახი და ეგრეთ წოდებულს ფუნქციები აქვს თითქმის ყველაფერი ამ მანქანას. აი ესეთი ფუნქციებიც, რომლებიც შეიძლება არც კი იცოდე რისთვის არის. მე დარწმუნებული ვარ ხა რომ ავტომოყვარულ ადამიანმა იცის, მაგრამ ბევრი ადამიანს არის ისეთი, რომელმაც შეიძლება არ იცოდეს. მაგალითისთვის მინდა გაჩვენო თქვენ, აი ესენი ხო, მართალია, თლა დიდიალურად ეხა ვერ მუშაობს, მაგრამ მიზანი არის ეს, რომ ფარი რო დაგესრება, გზაზე არ გააჩერო მანქანა და გზაშივე გარეცხოს. ეს დღეს 99% მანქანებს, რომელიც არის 23 წლის, არ უმუშავებს. ზოგს გაფუჭებული ქონა შიტოკი და მე დაიკიდეს ამის გაკეთება, ზოგს უბრალოდ ელექტრონულად გაუფუჭდა და ასე შემდგომ, მაგრამ ამ მანქანაზე როგორც ვიძახი, პატრონიც უვლის, ისედაც იაპონურია და მოვლილია. ეს არის დასაფასებელი, რომ მანქანაში ეს ფუნქციები დღესაც მუშაობს. მოკლედ, დავიწყებ იმით, რომ ყველაფერი ელექტრონული გვაქვს ამ მანქანაში, სკამებს აქედან ვასწორებთ. საჭესეც აქ პატარა ღილაკი აქვს, ამას აწევ. აიწევა, ჩამოიწევა. 23 წლის მანქანა არის. კიდევ ერთხელ ვიმეორე.
კარგი. ეს ჩემი საყვარელი ფუნქცია Mercedes-ებში. რატო გააუქმეს, რატო აღარ არის? გამორთქმა მე ვაცება რა. თან ხმაც რო მოყვება მაგ ყველაფერს და მანქანის ხმაც რო ამ ყველაფერს უწყობს ხელს. არა, სწორედ, გრუხუნით რო დადიხარ, ძალას გრძნობ და შენში. მოკლედ, ეს არის ჩემი ვიდეოების მუღამი რა, ვინც ახლა პირველად ხარ შეიძლება ამ არხზე. ჩემი ვიდეოდან შენ თვითონ შეიგრძნობ მანქანას. აი ხე, მე ვარ შენ რა, აი ზიხარ ახლა ამ 5-დან 2 და დააფარე. როგორი სახით გამოვხედა ეგ. ეს დავთიშოთ, ამას პირდად მივაჭერ და გაიღება? ავზი თუ აკნავ კარსადმე? გამოუცდელი რო ვარ აქ ვაწევოდი, თურმე აგერ მიაწექი იღება ბიჭო. ჩვენ ახ შეურჩიოთ ჩვენ თვითონ როგორც სიამოვნები. შუშას ამოვწევ შრიალის ხმარ ვარ შემოვიდეს. საჭე ხელში არის მძიმე. არ არის ასე რომ ვთქვათ, ფარფატა სამართავი მანქანა, რომელსაც აი ვერ გრძნობ რომ თქვა რა. აი ყველა მოქმედებას შენსას გრძნობ, რაღაცა სიმძიმეს გრძნობ, რომ რაღაცა დიდ მანქანას მართავ რა. თუმცა სიდიდე ზომებში ნახდათ არ გამოიხატება რა. ანუ ეხა წინ სალონში რო ვზივარ, რავი დღეს C-კლასის კი ამ ზომის არის რა. ანუ იმიტომ რომ დროთა განმავლობაში მანქანის ზომები იზრდება რა, ელანტრას რო შეხედო, ეხლა ჩვენზე გზელი იქნება, მაგრამ ელანტრა ხო წესით E-კლასის კონკურენტი საერთოდ არ არის რა, ანუ ამ ზომის არ უნდა იყოს. უბრალოდ რაც რო გადის, მანქანები უფრო ფართოვდება. რო შეადარო მაგალითად ძველი GTI სიტყვაზე Golf GTI რო შეადარო პირველი, მეორე თაობა და დღევანდელი, თითქმის ორჯერაა ზომაში გაზრდილი რა. მოდი ძმა, მოდი Mercedes-ებს ხსნილი აქვს დღეს. დავაი, ვაგრუხუნ. უხვე, არ დამტო. რა თქმა უნდა, კრუიზ კონტროლიც გვაქვს. რა თქმა უნდა, სავარძლები ელექტრონული. გათბობით თავისთავად. ეხლა დისტრონიკი არა გვაქვს, მე მგონი ამაში, ხო? დისტრონიკი არა გვაქვს. ხო, თუმცა საჭის გათბობა გვაქვს. მეტი რა გინდა, მითხარი. დაადე ხელი დისტრონიკი და რაღაცეები არის ყურადღების კამპანტავი მექანიზმები, რომ დააჯდე და არც წორმოს დააჭირო ფეხი და არც გაზ დააჭირო ფეხი. აბა მანქანის დარება თუ არ გინდა ჩადის მაუცივის ვაფშე. შრიალის ხმები. უბრალოდ ერთ რაღაცას, რასაც ვერ ვეგუები ახლა არის ის, რომ კი ვიცი Mercedes-ს ასე რო ქონდა ძველ Mercedes-ს, მაგრამ გადართვის დროს იქეთ წესი და ან წინ დაჭერ, ან უკან რო გადაურთო სიჩქარე და ამ შემთხვევაში გვერდებზე მოზრავებ რა და რაღაცნაირი ცოტა უჩვეულო, სანამ მიეჩვევი რა, ანუ ეხა უკვე ვიმახსოვრებ ნელ-ნელა რომ ხელი უნდა მიარტყა. მაგრამ რაღაცნაირი ისა რა, თავისებურია. ხო, აი აქ სკამზე გვაქვს ღილაკები. ეს არის ბალიშები შიგნით. აი ამას ბერავს, აი აქ კუთხეებსაც ბერავს. რულზე ღილაკებზე ვამოვდი წეღან და აი ეს ღილაკები რომ ენახა ალბათ მანქანაზე 2003 წელში Mercedes-ნიკი ვიქნებოდი. გაქანებული. სექტანტი. ეხა აი ბზარები აქ, აი 23 წელია ბზარებზე ეთქვა. რამდენი ბზარი? 1 2 3 4 5 6 7 8 9 23. ვა, ხედავ როგორც ხეს. ითვლიან თავისი ზოლების მიხედვით, ისე Mercedes-ი ითვლება მაკაგონის საჭის ბზარებით. რა შედარებებს ვაკეთებ დღეს გახსნილი. დიდი ხანია ვიდეო არ გადამიგია და ეხა არის მეორეში.
ეს არის იმ პერიოდის მანქანა, როცა მართლა ფიქრობდნენ, რომ მანქანა გამოეშვათ რა. და რაღაცა ერთმანეთის ჯიბრი ქონდათ, რომ ერთმანეთზე უკეთესი გამოეშვათ. ერთმანეთის რაღაცებს სწავლობდნენ, ის რომ რაღაცას გააკეთებდა. BMW რო რაღაცას იზამდა, Mercedes იმაზე უკეთესი უნდა გააკეთებია და მაგ პერიოდის მანქანა ზოგადად შეჯიბრი რაღაცა სიტყვაზე იარაღები ან ის რო განვიხილოთ, რა ქვია. იარაღების და აი ამ ტექნიკის განვითარება, საომარი ტექნიკა, რა დროს ვითარდება. მაშინ როცა არის ომი. ომის გარეშე აი დრონები რადგან წამოვიდა ახლა მაგალითად უკრაინის ომის პერიოდში განვითარდა, დღეს გადავიდა დრონებმა გადაუარა ტანკებს. უკვე ტანკს აზრი აღარ აქვს რომ ყავდეს რა. იმიტომ რომ დრონი აგიფეთქებს, ისეთი ტექნოლოგია არის. და მაგას ვიზახი ზუსტად ეგ შედარება, როცა ავტო იმპერიაში არის ომი, როცა Mercedes-ი ეჯახება BMW-ს, როცა Audi აქედან გვერდიდან უჭყიკინებს კიდე და რაღაცეები ხდება, მაგ დროს მოდის უბრალოდ ტექნოლოგიური წინსვლა და მაგიდო იყო ამ დროინდელი მანქანები 23 წლის მანქანა დღესაც რომ აგერ ეხა არ გამიშვა პრიუსმა თორე აბაბანე რომ ბაბანებს მაგიტო არის ზუსტად ასორებს, გინდა არ გინდა 21 ლიტრაზეა ჩამოსული წვა, მაგრამ მაინც ბუგორები კარგია, გაჩერება მიწევს და მე ხელახლა შემილია რომ დავაფაროთ. დედანაც კარგად წავიდა ეს წევა. ხო რა, გააჩნია რა ხასიათი. საერთი უნდა ურჩია. ანუ ეხა უნდა მოჭიმა უეჭველი. თორე ისე არ იმაშება, რა ქვია. არ ფიცხობს. Короче, 5G კოლოფი. Downshift-ებში ვერ ჩქარობს. ზოგადად ასეთი კოლოფებია რა ეს Mercedes-ში. თუ გინდა 7G კოლოფის საოცრად სწრაფი არ არის და რაღაცა არ უწკაპუნებს დაღომეტრს. ზოგადად ესეთი გადართვები აქვს. დინჯი, მაგრამ გრძელია, ყველა სიჩქარე. განსაკუთრებით მესამე და ამას ავტობანზე ვნახავთ ჩვენ, მანამდე საღლი ხوار შევაშინოთ. დადგართ. ეს ასორებს რა, რომ სკმუტავს. ოკეი, კარგი. ეხლა გავდივართ აქედან ბანზე, მანამდე მანქანას გავაგრილებთ წყნარად. მერე გავზომავთ ეხლა 0-ას უკვე როგორ დადის და ვნახოთ რამდენად აქვს შერჩენილი ქარხნული ჯანი. აი ეს მიყვარს კიდე მანქანებში, რომ ანათებს, აი ეს ღილაკი.
დღეს უმრავლესო მანქანებს ეს არა აქვს და ადრე ქონდა ვოლგას. და კაია, რუანათებს რაღაცაირად ლამაზი არის. რა უნდა ამას 5 თეთრიც არ დაждდება ამის ნატურა რო გააკეთოთ. დღეს რატო არ აკეთებენ არ ვიცი რა. მოკლედ, დრაგი ჩართულია. მანქანები გავატაროთ. მოცულება გათიშული გვაქვს. ეხა ვაჭერთ მენუალით. 1, 2 და 3. 30, თვითონაც გადავით. 60, quarter mile, half mile, 130, ოკეი. დისკი საქმე შევავალ. 7-მდე უწერე ქართულად, ანუ ქართულ ჯანზეა ზუსტად ეს მანქანა 0-100 არა 6.66 სამში. ჯოჯოხეთურად დადის ხო. ხო ვიზაღოდი, ხმაც ხო ჯოჯოხეთური აქვს და სიარულიც ეგეთი აქვს რა. 60, quarter mile, half mile, ცოტაც ხმაური არ შემოდის, არც ბორბლის ხმა მაწუხებს და არც ქარის ხმა. ეგაა Mercedes-ის მუღამი ზუსტად, რომ კომფორტი რა. კლასი. წყნარად, შვიდად გადავადგილები. როგორც კი შუშას ჩაუძევ, ეგრევე შრიალის ხმა შემოდის. არ გავი, ესაა რომ დარბიან გიჟები ვიცი რა. მოკლედ, აი მეგობრებო, ეს იყო ჩვენი E211 5 და 0 ატმოსფერული ძრავით AMG პაკეტი. ულამაზესი მანქანა, 23 წლის მანქანა, კიდევ გავმეორდები, იმიტომ რომ ახალი ამდვილად არ არის და ამ მანქანას მაინც ქარხნული ჯანის სიცოცხლე შერჩენილი აქვს. მოკლედ, დაგემშვიდობებით აი ამ ხედით, როცა იქეთ BMW-ს აწვალებენ, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით თავისუფლები ვართ და მოდი ვისარგებლოთ აი ამ თავისუფლებით და წავედით. შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში.